საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ვაგრძელებთ საუბარს სამკუთხედის ფართობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა და წესი, რომლის მიხედვითაც სამკუთხედის ფართობი გამოითვლება. შეგახსენებთ, რომ სამკუთხედის ფართობი ტოლი არის მისი ნებისმიერი გვერდისა და მასზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ნახევრის. ჩვენ წინა გაკვეთილზე განვიხილეთ სამკუთხედის ფართობის გამოთვლა როგორც მართკუთხა სამკუთხედში, ასევე მახვილკუთხა და ბლაკკუთხა სამკუთხედებში. თითოეულ შემთხვევაში ფართობის ფორმულა შემდეგნაირად გვაქვს მოცემული. ეს ტოლი არის 1/2 გამრავლებული A-ზე და გამრავლებული H-ზე. მართკუთხა სამკუთხედის შემთხვევაში A კათედზე დაშვებულ სიმაღლეს წარმოადგენს B კათედი, ამიტომ მართკუთხა სამკუთხედის შემთხვევაში ფართობის გამოთვლა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ, როგორც კათეტების ნამრავლის ნახევარი. ახლა განვიხილოთ ამოცანები, რომლებშიც საუბარი გვექნება სამკუთხედის ფართობის გამოთვლაზე და მოვიყვანოთ სხვადასხვა ტიპის ამოცანები ამ თემაზე. პირველი ამოცანა. სამკუთხედ ABC-ში გავლებულია BD მედიანა. უნდა ვაჩვენოთ, რომ BD მედიანით სამკუთხედი დაიყო ორ ტოლდიდ სამკუთხედად, ანუ ერთმანეთის ტოლი ფართობის მქონე სამკუთხედებად. ანუ უნდა ვაჩვენოთ, რომ ABD და BDC სამკუთხედების ფართობი ერთმანეთის ტოლია. ეს შეიძლება ორი ხერხით მოხერხდეს. პირველი ასეთნაირად ყალიბდება. სამკუთხედი ABD-ს ფართობი ტოლი არის 1/2 AD გამრავლებული მასზე დაშვებულ სიმაღლე H-ზე. ხოლო მეორე სამკუთხედის BDC-ს ფართობი ტოლი არის 1/2 გამრავლებული CD-ზე და გამრავლებული H-ზე. როგორც ხედავთ, ამ ორ სამკუთხედს ABD-ს და BDC-ს და ასევე სამკუთხედ ABC-საც აქვს საერთო სიმაღლე H-ი. და რადგანაც AD და DC ფუძეები ერთმანეთის ტოლია, შესაბამისად ABD და BDC სამკუთხედების ერთმანეთის ტოლია ფართობებით, ანუ ისინი ტოლდიდ სამკუთხედებს წარმოადგენენ. იგივე დებულება შეიძლება სხვანაირადაც იქნას ნაჩვენები მეორე ხერხით. ამისათვის სამკუთხედი ABD და სამკუთხედი BDC შევავსოთ პარალელოგრამამდე. შედეგად მიიღება AA1BD და DBC1C პარალელოგრამები, რომლებიც ერთმანეთის ტოლ პარალელოგრამებს წარმოადგენენ. საკმარისია მოვახდინოთ პარალელური გადატანა A-დან D-ს მიმართულებით, A-დან D-ში, რომ პარალელოგრამი AA1BD აისახება DBC1C პარალელოგრამში. პარალელოგრამის ცნობილი თვისების მიხედვით მას დიაგონალი ორ ტოლ სამკუთხედად ყოფს. ამის გამო AA1B, ABD სამკუთხედები ერთმანეთის ტოლია, მაშინ სადამე ისინი ტოლდიდიც არიან, ასევე მეორე პარალელოგრამში DBC1C-ში, რომელიც ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ AA1BD-ს ტოლია, ისევ დიაგონალით BC-ი გვაქვს ორი ტოლდიდი სამკუთხედი, DBC და CBC1. თუ თითოეული ამ 4 სამკუთხედიდან ფართობს S-ით აღნიშნავთ, ნახავთ, რომ მათი 4-ვეს ფართობი ერთმანეთის ტოლია, ანუ ისინი ერთმანეთის ტოლდიდი არიან და ABD-ს და DBC-ს ფართობები, როგორც ხედავთ, ერთმანეთის ტოლია. შეგვიძლია მოვიყვანოთ ამაზე ერთი ესეთი მაგალითი, თუ ვთქვათ, ABD სამკუთხედის ფართობი იქნებოდა 30 კვადრატული სანტიმეტრი, თლიანი ABC სამკუთხედის ფართობი მაშინ 2x30, ანუ 60 კვადრატული სანტიმეტრი იქნება. თუ სამკუთხედ ABC-ში AC გვერდზე ავიღებთ ორ წერტილს S და F-ს, რითაც AC გვერდი სამტოლ მონაკვეთად დაიყოფა, ესენია AE, EF და FC, ასევე ანალოგიურად წინა შემთხვევისა, ძალიან ადვილად შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მიღებული სამი სამკუთხედის ABS, EBF-ისა და FBC სამკუთხედის ფართობებიც ასევე ერთმანეთის ტოლია, ანუ ესენი ტოლდიდ სამკუთხედებს წარმოადგენენ. მიზეზი ამისა მარტივია, აქაც AE, EF და FC ფუძეები ერთმანეთის ტოლია, ხოლო მათზე დაშვებული არის საერთო სიმაღლე, რის გამოც მათი ფართობები, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ტოლი იქნება. ახლა კი განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც სამკუთხედში არ ვავლებთ მედიანას,
არამედ ვიღებთ რაიმე ეწერტილს, რომელიც თქვათ 10-ზე გვერდს ყოფს შეფარდებით 2-3-თან, აი ეს შეფარდება EC-სთან არის 2-3-თან. გავავლოთ B მონაკვეთი, რომლის შედეგადაც შეიქმნა 2 სამკუთხედი AB და EBC და ეხლა ვნახოთ რა თანაფარდობა აქვთ ამ სამკუთხედების ფართობებს ერთმანეთთან. ამ შემთხვევაშიც სამკუთხედი ABS ფართობი ეს არის AF-ზე გამრავლებული მასზე დაშვებულ სიმაღლეზე და შეფარდებული ორთან, ხოლო BC სამკუთხედის ფართობი ეს არის EC გამრავლებული სიმაღლეზე H-ზე და შეფარდებული ორთან. როგორც ხედავთ, ამ ორ სამკუთხედს აქვთ საერთო სიმაღლე. განვიხილოთ AB და EBC სამკუთხედების ფართობების შეფარდება, რაც ტოლი იქნება A გამრავლებული H-ზე და შეფარდებული ორთან, რომელიც გავამრავლოთ აი ამ წილადის შებრუნებულ წილადზე, ანუ ორი შეფარდებული ED-სა და H-ის ნამრავლზე. სიმაღლეები შეიკვეცება, როგორც ხედავთ, ასევე შეიკვეცება ორი მრიცხველსა და მნიშვნელში და გვრჩება, რომ ფართობების შეფარდება ამ სამკუთხედების არის აი ეს EC-სთან შეფარდების ტოლი, რაც ამოცანის პირობის მიხედვით ტოლი არის 2-3-თან. ამით მივიღეთ ძალზედ საინტერესო შედეგი, რომელიც შემდეგ უამრავ ამოცანაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ აღმოჩნდა, რომ რა თანაფარდობითაც იყოფა AC გვერდი E წერტილით, იგივე თანაფარდობით იყოფა ერთმანეთის მიმართ სამკუთხედების მიღებული სამკუთხედების ფართობები. ანუ AB და EBC სამკუთხედების ფართობსაც იგივე შეფარდება აქვს, რა თანაფარდობითაც E წერტილმა დაყო AC მონაკვეთი. მოვიყვანოთ ამ ფაქტის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინება და გამოვიყენოთ ის ასეთი ამოცანის შემთხვევაში, თუ სამკუთხედ ABC-ში გავავლებთ ამჯერად სამივე მედიანას, ესენია A-ი, BK და C მედიანები, შედეგად მიიღება 6 მცირე ზომის სამკუთხედი და უკვირდეთ რა თანაფარდობით შეეფარდება ერთმანეთს ამ სამკუთხედების ფართობები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მედიანა სამკუთხედს ყოფს ორ ტოლდით სამკუთხედად, ანუ BK მედიანის გავლებით ვთქვათ, შეიქმნა ABK და BKC ერთმანეთის ტოლდიდი ორი სამკუთხედი, ტოლი ფართობის მქონე. ასევე ჩვენთვის ცნობილი არის, რომ სამკუთხედებში მედიანები გადაკვეთის წერტილით იყოფიან შეფარდებით 2-1-თან, ანუ B-ს შეფარდება OK-სთან, იგივეა რაც A-ს შეფარდება ON-თან და იგივეა რაც C-ს შეფარდება OM-თან და ეს არის შეფარდება 2-1-თან. ამის გამო სამკუთხედი AOB-ს ფართობი ორჯერ მეტი იქნება სამკუთხედი AOK-ს ფართობზე. მაგრამ OM-ი წარმოადგენს ასევე AOB-ს სამკუთხედისათვის მედიანას, ამიტომ ეს მედიანაც AOB-ს სამკუთხედს ყოფს ორ ტოლდით სამკუთხედად და მაშინ აღმოჩნდა, რომ AOM-ის და MOB-ს ფართობებიც არის იგივე, რაც სამკუთხედი AOK-ს ფართობი და თითოეული ეს შეგვიძლია ესით აღნიშნოთ. ანალოგიური მსჯელობით ჩვენ ძალიან ადვილად მივიღებთ, რომ 6-ვე მიღებული სამკუთხედის ფართობი ერთმანეთის ტოლია, ანუ მიღებული 6-ვე სამკუთხედი ერთმანეთის ტოლდიდია. კიდევ ერთი ამოცანა ამ თემაზე. თქვათ, მოცემული გვაქვს ABCD ტრაპეცია, ნებისმიერი ტრაპეცია, რომელშიც გავლებულია AC და BD დიაგონალები და ცნობილია, რომ AO-ს შეფარდება OC-სთან, ტოლი არის 3-ის ერთთან შეფარდებისა. გვაინტერესებს რა თანაფარდობა აქვთ მიღებული სამკუთხედების ფართობებს ამ შემთხვევაში. რადგანაც AO-ს შეფარდება OC-სთან არის 3-1-თან, თუ BOC სამკუთხედის ფართობს აღნიშნავთ ფართობის პირობითი აღნიშნით S-ი, მაშინ AOB-ს ექნება მასზე 3-ჯერ დიდი ფართობი და მისი ფართობი იქნება 3S-ი. დავუკვირდეთ ასევე იმ ფაქტს, რომ ABC სამკუთხედისა და BCD სამკუთხედების ფართობები ერთმანეთის ტოლია, რადგანაც მათ გააჩნიათ საერთო BC ფუძე, ხოლო სიმაღლე, რომელიც BC გვერდზე დაეშვება, ერთმანეთის ტოლია, რადგან მოგეხსენებათ ტრაპეციაში BC და AD ერთმანეთის პარალელურია. რაც შეეხება BOC სამკუთხედს, ის შედის ორივე სამკუთხედში, როგორც ABC-ში, ისევე BCD-ში და ABC-ს და BCD-ს ფართობები იქნება 4S-ი, ხოლო OCD სამკუთხედის ფართობი იქნება 3S-ის ტოლი. 4S BCD-ს ფართობს გამოკლებული ამ ორი სამკუთხედის საერთო BOC სამკუთხედის ფართობი S-ი, ანუ გამოვა, რომ OCD-საც ფართობი ექნება 3S-ი.
ახლა განვიხილოთ სამკუთხედი ACD და ისევ გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ AO-ს შეფარდება OC-სთან არის 3-1-თან, რომლის მიხედვითაც AOD სამკუთხედს ექნება სამჯერ უფრო დიდი ფართობი, ვიდრე COD-ს. და რადგან COD-ს ფართობი 3S-ია, AOD-ს ფართობი იქნება 9S-ის ტოლი. ანუ როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ტრაპეციის დიაგონალების გავლებით მიღებული სამკუთხედების ფართობებს ესეთი თანაფარდობა აქვს. AOB და COD-ს ფართობები ტოლია და 3S-ია, BOC-ს ფართობი S-ია, ხოლო AOD-ს ფართობი 9S-ის ტოლია. განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სამკუთხედის ფართობის თემაზე. ავიღოთ ნებისმიერი სამკუთხედი ABC და გავავლოთ მასში სამივე შუახაზი MN, NK და MK ამ სამკუთხედების შუახაზებს წარმოადგენს. რის შედეგადაც, როგორც ხედავთ, იქმნება 4 მცირე ზომის სამკუთხედი და გვაინტერესებს ამ სამკუთხედების ფართობების ერთმანეთთან შეფარდება რისი ტოლია. ძალიან ადვილად შეგვიძლია დავარწმუნდეთ იმაში, რომ AMNK, KMBN და KMNC წარმოადგენენ პარალელოგრამებს. ამასთანავე ისინი არიან ერთმანეთის ტოლი პარალელოგრამები. ეს გამომდინარეობს ჩვენთვის უკვე ცნობილი სამკუთხედის შუახაზის თვისებიდან და ასევე თალესის თეორემის მიხედვით შეგვიძლია ამაში დავარწმუნდეთ და მაშინ, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ დიაგონალი პარალელოგრამს ორ ტოლ სამკუთხედად, ანუ მასსა და ტოლდით სამკუთხედებად ყოფს, ამის გამო AMK სამკუთხედის ფართობი ტოლი არის KMN სამკუთხედის ფართობისა, თავის მხრივ KMN სამკუთხედის ფართობი ტოლი არის MBN-ისა და ასევე KNC სამკუთხედების ფართობებისა. ანუ აღმოჩნდა, რომ შუახაზების გავლების შედეგად მიღებული 4 სამკუთხედი ერთმანეთის ტოლდიდი სამკუთხედებია. და თითოეული მათგანის ფართობი, როგორც ხედავთ, S-ით აღნიშნეთ. ხოლო თუ ნაცვლად სამი შუახაზისა, თქვათ, მხოლოდ MN შუახაზს გავავლებთ, ადვილად შეგვიძლია ეს ორი ნახაზი ერთმანეთს შევადაროთ და დავარწმუნდეთ იმაში, რომ თუ MBN სამკუთხედის ფართობი იქნება S-ი, AMNC ოთხკუთხედის ფართობი გამოვა 3S-ი, რომელიც ამ შემთხვევაში ტრაპეციას წარმოადგენს. და თუ თქვათ, გვექნება ამოცანა, რომელშიც ABC სამკუთხედის ფართობი არის 80 კვადრატული სანტიმეტრი, მაშინ MBN სამკუთხედის ფართობი, როგორც ხედავთ, წარმოადგენს ABC სამკუთხედის ფართობის მეოთხედს და MBN-ის ფართობი იქნება 20 კვადრატული სანტიმეტრი, ხოლო AMNC-ის ფართობი შესაბამისად იქნება 60 კვადრატული სანტიმეტრის ტოლი. და კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც შესაძლებელი არის შემდგომში სხვა ამოცანების გადაწყვეტისას გამოვიყენოთ, შემდეგში მდგომარეობს. გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი ABC, რომლის C კუთხეც მართია. მოცემული გვაქვს AC კათეტი B სტოლია, ხოლო CB A სტოლია, ჰიპოტენუზა AB არის C სტოლი და გვინდა, რომ ჰიპოტენუზაზე დაშვებული H სიმაღლე გამოისახოს აი ამ სამი გვერდის A-ს, B-ს და C-ს მიხედვით. ერთის მხრივ ABC სამკუთხედის ფართობი შეგვიძლია გამოვთვალოთ, როგორც ჰიპოტენუზა გამრავლებული მასზე დაშვებულ H სიმაღლეზე და შეფარდებული ორთან, ხოლო მეორეს მხრივ იგივე ABC სამკუთხედის ფართობი, როგორც მართკუთხა სამკუთხედისა, ტოლი არის კათეტების ნამრავლის ნახევრის. შესაბამისად, CH მეორედი უდრის AB მეორედს. თუ ამ ტოლობის ორივე მხარეს ორზე გავამრავლებთ, მივიღებთ, რომ C-ს ნამრავლი H-ზე ტოლი არის A-სა და B-ს ერთმანეთზე ნამრავლის, ანუ ჰიპოტენუზისა და მასზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლი ტოლი არის კათეტების ერთმანეთზე ნამრავლის, აქედან კიდევ H-ი შეიძლება გამოისახოს, როგორც კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ეს ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლის გამოსათვლელი ფორმულა. ჩვენ განვიხილეთ სამკუთხედის ფართობის თემა და გავარჩიეთ ამოცანები ამ თემაზე. ამის შემდეგ ვფიქრობ, თქვენ არ გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად შეასრულოთ შემდეგი დავალება. პირველი. ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე 16 სანტიმეტრია, ხოლო ფერდი 17 სანტიმეტრი. იპოვეთ ამ სამკუთხედის ფართობი. მეორე ამოცანა ასეთია. ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზაა C, გამოსახეთ ამ სამკუთხედის ფართობის ფორმულა C-ს მიმართ. მესამე. CD მონაკვეთი ABC მართკუთხა სამკუთხედში
ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა. AC და BC კათედრების შესაბამისად 16 სანტიმეტრი და 12 სანტიმეტრია, იპოვეთ AB, CD, AD და BD მონაკვეთების სიგრძე. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია, ისურვებთ წარმატებებს.